ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ანალიზის დრო, მე მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. ეს არის ტელეკომპანია TV+, დღეს ორშაბათია და საღამოს 8 საათი. დღეს გადაცემაში სტუმრად ყავს 114 ბატალიონის ავაზას დაზვერვის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ბატონი დავით ჩუბინიძე. მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დღეს სხვადასხვა თემას შევეხებით, ვიტრიალებთ როგორც ვეტერანების გარშემო, ასევე დავბრუნდებით დაახლოებით 35 წლით უკან და ცოტა მცირე დროით გავიხსენებთ აფხაზეთში მიმდინარე დაპირისპირებას რუსეთს შორის. კი ბატონო, მზად ვარ, უპასუხო კითხვებს. დამისვით კითხვები და შემიძლია ივასხოთ. ბატონო დავით, თქვენი აზრით რამ განაპირობა აფხაზეთის დაკარგვა და რა როლი ითამაშა იმდროინდელმა პოლიტიკურმა პირებმა, რა როლი ითამაშეს აფხაზეთის დაკარგვაში? დავიწყოთ იმით, რომ აფხაზეთში რამდენად გამართლებული იყო ჯარების შეყვანა. რაღამ შევიდა ჯარი, სეპარატისტები იყვნენ, ახლა ვინც არ იცი, შეიძლება თქვას, რომ ჯარი არ უნდა შესრულებდეს, უნდა გამაგრებული სეპარატისტები. ეს განაპირობა აგვისტოს მოვლენებმა. მერე გადაწყვეტილება უკვე სახელმწიფო მიიღო, რა დონეზე მიიღო, ვისთან მიიღო, არ ვიცი, მაგრამ თავარი რა არის, იცით? როცა უკვე მებრძოლები და ბატალიონი ავაზა ჩავიდა აფხაზეთში, უკან არ დაუხევია ერთი ნაბიჯითაც საომარ მოქმედებებში ვღებულობდით მონაწილეობას, აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდით საომარ მოქმედებებში. რაც შეგვეძლო ყველანაირად ვიბრძოლით და უმგლავდებოდით მარტო სეპარატისტებს არა, იქ დაქირავებული მეომრები იყვნენ ჩამოსული საბჭოთა კავშირის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის ყველა რეგიონიდან. რაც შეეხება იმას, ომი რატო წავაგეთ, კი პასუხებ მაგაზე, რომ ომი ჯარს არ დაუგია, ჯარი იგებდა ომს. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წააგო ომი. კარგად მახსოვს უკვე დესანტამდე მაისის თვეში, ივნისის თვეში, მაის-ივნის თვეში გამოცხადდა პერემირიე, შერიგების პროცესი, დაშორიშორება მოხდა, ტექნიკის გამოყვანა მოხდა, მძიმე ტექნიკა რაც იყო, არტილერიის გამოყვანა მოხდა. და პოსტებზე თუ იდგა დაუშვათ საგუშაგოებზე თუ იდგა დაუშვათ 100 კაცი, იმ დროისთვის დარჩა 5 კაცი, 10 კაცი მეტი არა. 1000 კაცი იყო, 100 კაცი დარჩა, ან 50 კაცი დარჩა. ამას მოყვა 2 ივლისის დესანტი. 2 ივლისის დესანტის შემდეგ კიდევ დავიბრუნეთ ძველი ის სიმაღლეები, რა სიმაღლებზეც ვიდეგით და ფრონტის ხაზი თითქმის გასწორებული იყო, თანაბრად იყო ყველა ბატალიონს ოხუმში, ოჩამჩირის რეგიონში შეეძლო თანაბრად შეტევაზე გადასულიყო. მაგრამ ისევ მოხდა ის, რომ მშვიდობა გვინდა, არ გვინდა ომი, ეს პოლიტიკური ნება იყო და ისევ ტექნიკის გაყვანა, ისევ იარაღის ჩაბარება, გამოყვანა ჯარის აფხაზეთის რეგიონიდან მოიტანა ის, რომ საბოლოოდ მოხდა ის, რომ ჩამოვიდნენ სექტემბრის 25-ში დაიწყეს შემოტევა. რა თქმა უნდა, მობილიზებული იყო ყველა ეს მხარე, იქით მხარე, რამაც გამოიწვია ჩვენი ჯარის დარჩენილი ნაწილების იქიდან გამოყვანა. ეს იყო ძირითადი მიზეზი, პერემირიამ, სამშვიდობო მოლაპარაკებამ ნაყოფი არ გამოიღო და დავკარგეთ აფხაზეთი და მიმდებარე ტერიტორიები. ბატონო დავით, შემიძლია იპასუხოთ? ძალიან ღრმა კითხვებს დაგისმოთ ბატონო დავით და ბჭყალებში თავისუფლებას მივცემ და ცოტა უფრო ჩავღრმავდები ამ თემას და ღრმაჩევდობა. ბატონო დავით, თქვენი აზრით ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ აფხაზეთის ომის პერიოდში და ბნელ 90-იანებში იყო სათავეში როგორც ზვიად გამსახურდია, ასევე ედუარდ შევარდნაძე. კი ბატონო.
ედუარდ შევარდნაძეს ეს საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, მით უმეტეს თქვენი თაობის ადამიანებმა და არა მარტო ბატონ ტრისტან წითელაშვილის თაობებმაც. თქვენი აზრით, როგორ ფიქრობთ, შევარდნაძემ ეს ომი გაყიდა? რა არის იცით? რომ არ გაეყიდა, აი ავიღოთ ეხლა ჩემნაირი ხალხის გომრები ჩვენ ხო ხედავდით ყველაფერს 2 ივლისს წეგან ვახსენე 2 ივლისის მომენტები 2 ივლისს დესანტი 7-ში 7 რიცხვში 7 ივლისს დაკავებული ქონათ ტამიში და ესე იგი ოჩამჩირე სოხუმის მონაკვეთი აი ტამიშის მიმართული გადაკეტილი იყო გზა ცენტრალური მაგისტრალი იყო გადაკეტილი და რკინიგზა და ყველაფერი დაკეტილი იყო გასვლა უკვე ფეხითაც აღარ შეიძლებოდა სამოქალაქოებიც რო გადასულიყვნენ ეს 2 ივლისს მოხდა დესანტ შემოსვლის შემდეგ 7-ში შევეცადეთ ამის გახსნას ვინ ღებულობდა მონაწილეობას მე არ ვიცი ახლა იქ ბევრი გამოვა და იტყვის რა აი მე არავინაც არ ღებულობდა მონაწილეობას იქ იღებდა მარტო 3 შენაერთი მონაწილეობას ეს იყო ლოთი ქოვალია ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ლოთი ქოვალია იყო სარდალი მხედრიონი ძმები ვაშაკიძეები იყვნენ მხედრიონს განაგებდნენ მაშინ ძმები ვაშაკიძეები იოსელიანის ხალხი, გიგა იყო გელაშვილი, დოდო იყო გუგეშაშვილი, მე ვინც მახსოვს, ვინც მინახავს იმ მომში ცხონებული ნათაძე იყო ნოდარ ნათაძე მარტო იყო, არავითარი თავისი არც პოლიტიკური და არც მეომრები მარხავდა, მაგრამ სადაც შეტევა იყო ნოდარ ნათაძე იქ იყო ხოლმე ყოველთვის. ავაზის ბატალიონიდან ვიყავით 36 კაცი, იმიტომ რომ ჩვენი 2 ივლისს 76 კაცი დაიღუპა. და გამოსაყვანი ყავდა მიცვალებულები არ ვიცოდი სად იყო როგორ იყო დაღუპული იყვნენ ცოცხლები იყვნენ ხო არ ვიცოდი 36 კაცი ვიყავით დარჩენილი იმ პერიოდში ცოცხლები მე კი ჩამოვიდა უკვე ცხრისთვის სხვები ესე იგი ზღვის მხარეს მიდიოდა ლოთი ქოვალია თავისი 400 კაცით 400 შეიარაღებული პიროვნება და 400 შეიარაღებული პიროვნება იცი და რუხისხიდან რო შეტაკება არ მომთარიღო მხედრიონსა და ლოთიქოვალიას შორის შუაში გზით პიტონიკის გზით მიდიოდი ჩვენ ავაზელების 36 კაცი ზედა მხარეს მარჯვენა მხარეს მოდიოდნენ ძმები ვაშაკიძეები დოდო გუგეშაშვილი გელაშვილი მხედრიონი ეს იმით იყო განპირობებული რომ ერთი მეორეს არ შეჯახებოდა მხედრიონი და ზვიადის მომხრეები ერთი მეორე ეს ძირთად ასე ითქმოდა მაშინ რომ მხედრიონი იყო ედვარდ შევარდნაძის მომხრეები და ის იყო ზვიადის მომხრეები და ავაზის ბატალიონი იყო ნეიტრალური არც ჩვენ არასოდეს პრობლემა არ ქონია არც მხედრიონთან და არც ზვიადისებთან იმიტომ რომ მაგათთან დაპირისპირებაში არ შევდიოდი, არ გვიომია, არ გვიძარცვია და არ გვიღაჭაღნია და იქ სხვადასხვა მოსაზრებებია. რაც შეეხება იმას, გაყიდა თუ არა შევარდნაძემ ეს შეერაღება იყო ძალიან დიდი. ლოთი ქოვალიას 800 კაცი ხო ყავდა იქ. უფრო მეტი შეეძლო გამოეყვანა კაციკუძე შეეძლო მე ამაში დარწმუნებული ვარ. მარტო სამეგრელოდან შეეძლო დაახლოებით ერთი 3000-4000 კაცი გამოეყვანა შეერაღებული პიროვნება. ლოთი ქოვალიას და წარმოიდგინეს საქართველოს მასშტაბით რამდენი ადამიანი შეეძლო რომ გამოეყვანა. ნება არ იყო, პოლიტიკური ნება არ იყო. პოლიტიკური ნება უნდა ყოფილიყო ალბათ ედვარდ შევარდნაძე. ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ ძარცვა და ასე შემდეგ. კი. როგორც სამხედრო ენაზე რო ვთქვათ, მარადიორობა. კი ბატონო. მინდა შევეხო გადავიდეთ ისე ომის ქრონიკებს მივდევთ ასე ვთქვათ და მინდა გადავიდე ამ მომენტში მხედრიონზე, მხედრიონისკენ ავიღო გეზი. როგორ ფიქრობთ, თქვენ რამდენად გაქვთ ინფორმაცია უფრო სწორად? მხედრიონი თუნდაც კიტოვანი და ასე შემდეგ გუგეშაშვილი და
ლოთიქოვალი ადამიანის გავსი სხვადასხვა პიროვნებები რეალურად იყვნენ ჩართულები საომარ მოქმედებებში თუ შეგვიძლია რეალობა აღვიქვათ და სიმართლეთ აღვიქვათ თუნდაც დარჩელის ტრაგედია. იცით რასაც ვამბობ? კი, გეტყვით ახლა. მხედრიონი, როდესაც შეიქმნა მომწევარ მაგის შექმნის, ჯაბამ შექმნა იოსელიანმა, დიახ. რუსაველზე, იმელი შენობის წინ, ქარავში შეიქმნა მხედრიონი. მხედრიონში ძალიან ნიჭიერი ხალხი იყვნენ და ნასწავლი ხალხი, ჩემ დროს ინტელიგენტი ხალხი, გაწევრიანებული. უნიჭიერის პიროვნებები შეიძლება ასე ითქვას. ასევე მხედრიონს მიეკედლა რა თუნდა ამას ლაბარაგიას თერმა საქართველოს მიწის 1000 ჯურის და 1000 ნაწამებიდან აუბედურალი და ნასროგალი სროგზე ნამყოფი ხალხი არის ციხე გამოვლილი და შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებ მე ამით ციხე გამოვლილი, მაგრამ ელემენტები იყვნენ ისეთები კრიმინალური ელემენტები იყვნენ, რომლებიც მიეკედლენ მხედრიონს იარაღი აიღეს ხელში და როგორც მეომარი ხალხი, ძალიან გულადი ხალხი იყვნენ. აი მე მხედრიონის გვერდი მიომია. ჯერ მარტო 2 ივლისამდე ქონია შემთხვევები, აი ლაბრის აღებაზე და მის შემდეგ გამაგრებაზე და იმაზე დეკემბრის წელს 92 წელს ძალიან მეომარი ხალხი იყვნენ. უკან არ დაიხევდნენ, არასოდეს უკან აი გიდგენ გვერდში. ახლა მარადიორობას არ შეეხებ ეს ომის თანმხედრი ნაწილია. მარტო მხედრიონი მარადიორობდა და აჩაღებდა. ნუ იქ სხვადასხვა კატეგორია ყველა ნაწილში იყო, ყველა იმაში იყო ასეთი ეს მიგედლებული. მაგრამ თავი რა იყო იცი რომ გამოვლინდებოდა იმას ჩვენთან მაგალითად ავარის ბატალიონში არ ვაჩერებთ, ხო? იმას იარაღით ჩამეერთმეოდა და თავისუფალი იყო, წამოვიდოდა. არ იყო იმ დროს სამხედრო ტრიბუნალი და სასამართლო და ეს სამართლება და ეგეთ. ხო, არ იყო. მაშინ უნდა დაგეხვდით ადგილზე, ვერავის სახში ვერ აუხსნით იმისიანებს, რომ ის ასეთი იყო და საერთოდ საქართველოში იცით რომ მიცვალებულებზე ცოტა სხვანაირი შეხედულება აღმერთებენ სიკვდილის შემდეგ ადამიანს თორა რაც იყო ყველა მიცის რაც ხდება. ასე რომ მხედრიონზე შემილია თქო, გულადი, ერთგული, მეომარი ხალხი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ყავდათ ეს კრიმინალები გვერდში. ძალიან ბევრი, რომლებიც სახეს ნაღდათ უპუჯებდა, კი არ უკეთებდა, უპუჯებდა მხედრიონს. აი შემილია. ღმერთმა ყველას აპატიოს იმქვეყნათ და ღმერთი ყველას მოკითხავს. რა თქმა უნდა. მე ვერის საძმოს კარგად მახსოვს, იციან სულ რურუები, ძმები რურუები, კარგად მახსოვს, რაები გავუკეთეს თორაძეების ოჯახს. კი, ცნობილი ფაქტი. ცნობილი ფაქტია და რა თუნდა ახლა იმას თავისიანები და მისნაირი ხალხი ვერ ეყოლებოდა გვერდში, რა თუნდა ამას ლაბარაკი. ასეთი ხალხი იყო, ნიჟერები იყვნენ, ნასწავლი ხალხი იყო, მაგრამ კრიმინალები იყო ძალიან ბევრი. და ძალიან ბევრი იყო შეგზავნილი ასე ვთქვა. კი, რა თქმა უნდა, ეგეც იყო. კი ბატონო. ეგეც იყო. ბატონო დავით, გადავიდეთ ახლა ვეტერანებზე, სამხედრო ვეტერანებზე. ომის ვეტერანებზე და თუნდაც ბატონ ტრისნასზეც, თქვენზეც და ყველა იმ ვეტერანზე რომელთა დამსახურებითაც დღეს საქართველოს სული უდგას. მადლობა თქვენ ამისთვის. ბატონო დავით, რა პირობებში ცხოვრობენ დღეს ვეტერანები და აქვთ თუ არა მათ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა თქვენი აზრით? თითოეულ ვეტერანზე მაქვს საუბარი და არა ერთი-ორზე. გავიგე მესმის შეკითხვის არსი და მაგას ვფიქრობ ახლა. ვეტერანმა თვითონ უნდა შექმნას თავის პირობები. როგორც ომში იქნიეთ პირობებს და ცოცხლები გადავრჩით. უმრავლესობა. ისე უნდა შექმნას მშვიდობის დროსაც ჩვენი პირობები. მე მაგალითად საქართველოს კანონი. ეს არის კანონი საქართველოს კანონი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ. ეს არის ნომერი 5
ჩალებით 13/04/1999 წელი. აი აქ არის გაწერილი ყველაფერი ვეტერანს რა ეკუთვნის სახელმწიფოზე. არდა გვაუწყდეს რომ ჯერ ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე შევარდნაძეა საქართველოს პრეზიდენტი. შევარდნაძეა პრეზიდენტი, შევარდნაძემ განურჩევლად იმისა ის ზვიადის მომხრე იყო, ავაზის ბატალიონიდან იყო თუ მხედრიონიდან იყო, ერთი კანონი მიიღო ვეტერნების შესახებ, რომელიც იყო მორგებული ყველას. გავაცნოთ მაყურებელს ეს კანონი. გავაცნოთ მაყურებელს ეს კანონი ბარი. კი ბატონო. ამას იმხელა თავია და იმხელა მუხლებია ხახა. არა, თუნდაც ერთი კანონი წავიკითხოთ, რომელიც რეალური იყო. ახლა ზოგადად მოყვები. აქ არის. აქ იყო ყველაზე კარგი რაც იყო ამ კანონში იყო ქალაქში მაცხოვრებელ ვეტერანს შეეძლო ერთ სულ ადამიანზე 1000 კვადრატი მიწა სახელმწიფო აძლევდა. უფასოდ ურეგისტრირებდა. ერთ სულზე ოჯახში იყო 2 სული 2000 კვადრატ სახელმწიფო ჭუკნიდა. 4 იყო 4000 კვადრატ. სოფლად დაბებში და მიმდებარედ 2500 კვადრატს აძლევდა ერთ სულზე. ეს იყო კანონში ჩადებული. კანონში. ამ კანონით ეს კანონი მოქმედებდა 2003 წლის 2005 წლამდე 2005 წელს კარგად იცით თქვენ მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო თორსტები გირჩია ეხლა სურა ჯაფარი. არა ისა გრიგალაშვილი მეგრელიშვილი მეგრელიშვილი ის იყო მენდუკიძის მარჯვენა ხელი იყო იმათ ბახო მეგრელიშვილი ხო იმათმა მიიღეს რაღაც აბსურდული გააუქმეს ყველანაირი მუხლები ქალბატონი ნინო იყო მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე თან რა ქონა შევარდნაძის კანონში ბოლოში იყო აი ესეთი ჩანაწერი შეუძლია ყველა ვეტერანმა ამოიღოს და ნახოს იქ იყო მიწერილი კანონში თუ ვეტერანის პირობები არ გაუმჯობესდება ეს კანონი არ შეიცვალოს და სხვათა შორის მაშინ პარლამენტის წევრი იყო 350 კაცი თვალწდები ეხლა ხო 250-ია მაშინ 350 კაცი იყო ეს კანონი არ შეიცვალოს ამათმა ადგენდა შეცვალეს არც არავის შეკითხვენდა ქალბატონი ნინო აწერს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ამ კანონის გაუქმებაზე ხელს რომელიც არაფერ შეიძლება და გაუქმებულიყო ამის შემდეგ ამ მეგრელიშვილმა აბსურდული კანონი მიიღო ყველა მუხლი ამოღებულია იქედან ყველა მუხლი ვეტერნარს აი რაც ჯამთელობის მხრივ იყო თუ რამე იყო დაფინანსება იყო თუ დახმარება იყო ყველაფერი მოусპო რა ეს არის მეგრელიშვილის დამსახურება 2012 წლის 23 ივლისს დადგენილება 279 მიიღო საქართველოს მთავრობამ. აი ამ პაკეტში განისაზღვრა ვეტერნებისთვის კიდევ რაღაც რო ის ასლარიანის დაღუპულებზე ახლა 1000 ლარი რომ არის. აი ამ კანონში ჩაიდო მაშინ. ასე რომ ვეტერანის პირობებს თვითონ ვეტერანი განაპირობებს. იმიტომ განაპირობებს ვეტერანი რომ თუ არ მიხვედი არ მე ვიცი ახლანდელი დეპარტამენტი თუ ვინმე მიდის და ეუბნება დახმარებას ერთჯერად დახმარება ფულით აძლევს გამგეობაში ზიან წარმომადგენლები მიდიან შეშაარაღ ზამთარში მიაყთ სახლში მიაყთ უფასოდ შეშა და ახერხელი დაგოდილი შეშა მიაყთ თუ რამეზე მიდიან ეხმარებიან განა არ ეხმარებიან რაც შეუძლია რა ვიცი სახელმწიფოს რაც შეუძლია მაგრამ ისიც უნდა ითქვას აუცილებლად რომ ძალიან ბევრი არასამთავრობოები შეიქმნა. აი ეს გააკეთა ზუსტად იმ მეგრელიშვილმა და იმ ბენდუგიძემ ეს კანონები მიიღეს, ჩამოიყვანეს ეს ამდენი არასამთავრობოები. ფნიან ამ ვეტერანთა კავშირებს, ვეტერანთა იმას რაღაცებს. არავინ არაფერს ვეტერნისთვის არ აკეთებს. სულ ყველა ცდილობს
დაფინანსება მოიპოვოს საზღვარგარეთ, რატომ გინდა საზღვარგარეთთან რომ მოიპოვო დაფინანსება? შეიძლება შენ საქართველოში გაფინანსებს, ჩვენ ყავს მილიონები და მილიარდელები საქართველოში. შეიძლება ესენი გაფინანსებენ. ოღონ პაკეტი დადე. აი რას გააკეთებ ამით შენ? რა შექმნი? აი ეს კი არ უნდა. არა იმათთან უნდათ ის სულში როათ ის აგენტურული ის უნდათ რომ ასე ვთქვათ, წყალებში ჟარგონი რო ვიხმაროთ, ატყნაშენი არ უნდათ რომ გაუხუშტეთ. დიახ. არის, აი ასეთი ეს არის. აი ანკეტა იყო ასეთი. ანკეტა იყო, უნდა შეგევსო ეს. აი ბატონო, ეს შეგიძლია ეს ვაჩვენოთ. ანკეტა იყო, ეს გამოცა ვეტერანთა დეპარტამენტმა. დიახ. აი ანკეტა იყო, აქ ყველაფერი წერია, რა უნდა წარადგინო. რა გაკლია, ვინმე შეავსო წარუდგინა, დღეს რომ მიხვიდე და მოთხოვო, ეს არ გააკეთე შენ. წარუდგინე რამე მოთხოვე. ხო უნდა მოთხოვო ჯერ, მერე რომ პასუხი მოთხოვო. მე მგონი ასე უფრო სწორი იქნება. რა თქმა უნდა. ვეტერნის პირობები რომ გაუმჯობესდეს, ჯერ უნდა მიხვიდე, დაწერო რა გინდა. რა სიტყვა? რა სიტყვა. მე შეიძლება არ ვარ ვეტერანი და ვარ იმ სამსახურში, ხო? სახელმწიფო საჯარო სამსახურია, ვარ იმ სამსახურში. მე ხო უნდა ვიცოდე რა ჭირს ვეტერანს, რა უნდა. უნდა დამიწეროს, მომმართოს. მე საკანონმდებლო ორგანო იქნება თუ თავრობის ის იქ წარმოადგენ ამა და როგორ მივხედვა მყავს იურისტები და ამუშავებ ამ საკითხს წარმოადგენ ამა და გავაკეთებ. ეს არ კეთდება ვეტერნებისგან. ჩვენ ვეტერნები არ ავსებენ, რო გამოაცხადებენ, რომ მოდით, დავждეთ, დავილაპარაკოთ, რა გინდა. უნდა მიხვიდეთ, დავждეთ, დავილაპარაკო. რა გინდა და მე მოთხოვე, პასუხი თუ არ გააკეთო. ეს ვეტერნის ეს არის რა. აუცილებელია მოთხოვნა წარუდგინო ჯერ ვეტერნას დეპარტამენტს და მე მოთხოვო პასუხი რატო არ შეასრულა, რატო არ გააკეთა. ბატონო დავით, თქვენი აზრით რატომ არის რომ ყველა ვეტერანი არ იღებს შესაბამის დახმარებას სახელმწიფოსგან და მათ ისევ 22 ლარი აქვთ თვეში ანაზღაურება? წეღან რას ვლაპარაკობდი? ეგ არის მეგრელიშვილმა ეს კანონირო შეცვალა ზოგს, აი ჯანდაცვაში, მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ განიხილა მაგის. ესე იგი 22 ლარიანები ყველა ვეტერანი იყო, 44 ლარიანი იყო ინვალიდი ვეტერნები, პირველი ჯგუფი იყო, მეორე იყო, მესამე იყო, მაგას მნიშვნელი არ ჰქონდა. ეს იყო შევარნა ის დროიდან და როდის იყო ეს იცით? როცა საქართველოში პენსია იყო 7 ლარი. მაშინ გონდა ეს ვეტერნებს 22 ლარი და 44 ლარი. 7 ლარი იყო პენსია, სამოქალაქო პენსია იყო 7 ლარი. შეცვალა მეგრელიშვილმა ეს კანონი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ხო და ის კატეგორია ჩარჩა ისევ იქ დარჩა იმ 22 ლარად, 44 ლარად, ისევ ის დარჩა, როცა დადგენილება მიიღო იმან. აი ეს დადგენილება თავრობის დადგენილება რომ მიიღეს, იქ დადგენილებაში წერია 100 ლარი მიეცეს ვეტერანს, მაგრამ იმ მიღებული კანონის თანახმად, რომელიც კანონს ადგენს პარლამენტი, დადგენილებას იღებს თავრობა. კანონში არ არის მითითებული, რომ ყველა მიიღოს ის 100 ლარიანი. ამას უნდა კანონი შეცვლა. მეტი არაფერი, მაგრამ ეს კანონი თავის დროზე ისეთი ხვრელები ჩატოვა მეგრელიშვილი ამ კანონში, დღემდე გაასწორებელია. აი ამას უნდა მიტანა დეპარტამენტთან და დეპარტამენტმა უნდა იმუშაოს ამ იმაზე საკითხზე, რომ გაიტანოს პარლამენტში ეს და კანონად იყოს ქცეული. აი ეს თავრობის დადგენილება უნდა იყოს კანონად ქცეული. კარგით. ეს არის ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ხედავთ უკვე ბოლო კითხვისკენ გადავედი დამატებით კითხვისკენ და როგორ ხედავთ ბატონო დავით ვეტერანების მომავალს იქნებიან კი ისინი დაფასებულები სახელმწიფოს მხრიდან? რომელი სახელმწიფოც ვეტერანს არ აფასებს, ის სახელმწიფო არ არის, შემდგარი სახელმწიფო არ არის. ვეტერანს ყოველთვის უნდა დაფასება. მე ადრე ამ ტელევიზიაში სხვა გადაცემაში ვიყავი მოწვეული, მაშინ თქვი რომ სკოლებში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სამხედრო გაკვეთილები. ვეტერანი უნდა დაფასდეს სკოლებში, სკოლებში უნდა მიიწვიონ ვეტერნები და ბავშვებთან
გასაუბრება უნდა ჩატარდეს, ღია გაკვეთილი. ტარდებოდა ეს ჩემ დროს ღია ლექციებიც იყო, გაკვეთილებიც იყო. ეხლა არ ვიცი რამდენად არის, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არავის დაუძახნია და ვიღაცას ყოველნა დაუძახო, მაუყვე ბავშვებს რა ხდებოდა 90-იან წლებში, როგორ ცხოვრობდნენ. ეს ერთი. მეორე, დეპარტამენტმა რაც გააკეთა კარგი, ახლანდელმა დეპარტამენტმა, არ ვიცით რამდენად საქმის სხურში ხართ. დაინტერესეთ, მე შეგიძლიათ მუხლოვანში ახვიდეთ და ნახოთ. ბავშვებს იწვევენ მოულკვირიან შეკრებაზე, სკოლის მოსწავლეებს. მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს ვარწდე. და ასწავლიან იერარქიის დაშლა, აწყობას, ამაზე უკეთესი. რა უნდა გააკეთოს დეპარტამენტმა. მომავალ თაობას იერარქია აქვს, წარმოდგენა უკვე რა არის იერარქი და სამხედრო. აი თუ სამხედრო უყვარს, ესე იგი სამშობლოც უყვარს, სამშობლო უყვარს, სამხედროც უყვარს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებს ჩვენი სახელმწიფო, რომ ვეტერნები დააფასონ. თუ ვეტერანი არ დააფასეს, შემდგარი სახელმწიფო არ იქნება. აი ეს არის ჩემი პასუხი. ჩვენ ისიც ძალიან კარგად ვიცით აფხაზეთის ომში, გინდ სამაჩაბლოს ომში, გინდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს რამდენი პროფესიონალ სამხედროებთან ერთად გინდა ცხონებულ ანწუხელიძესთან ერთად იმ ჯგუფში, ასე ვთქვათ, რამდენი ადამიანი მოხალისე გაიპარა ბრჭყალებში და რამდენი შეაკუდა ქვეყანას. კი ბატონო, იერარქიის ხმარებაც არ იცოდნენ, ბევრი ისეთიც იყო კიდე. მაგრამ პატრიოტი იყო, ენთუზიაზმით წავიდა და პატრიოტი იყო. სამშობლოს პატრიოტი. სამშობლოსთვის მან ყველამ თავი გაწირა. კი ბატონო. და ასე მინდა დავასრულო გადაცემა ყველას ვისაც კი შეუწირავს ჩვენი ქვეყნისთვის თავი იქნება ეს იუნკრები, წითელი არმია თუ რა ვინ არ აქვს მნიშვნელობა, ვინც კი საქართველოს თავი შესწირა, საქართველოს ერთიანობისთვის დაიღუპა და საქართველოსთვის ყველამ თავი დადო, მოდი ყველას ნათელი ხსოვნა და მოგონება ყოფილიყოს. მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახლით ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი, ეს იყო გადაცემა ანალიზის დრო, დღეს ორშაბათი იყო საღამოს 8 საათი და დღეს ჩემს გადაცემაში სტუმრად იყო 114 ბატალიონ ავაზას დაზვერვის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ბატონი დავით ჩუბინიძე. მადლობა ბატონ დავით სტუდიაში მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე კი გემშვიდობებით უკვე 4 შაბათამდე, ზეგამდე და თუ ვინ იქნება გადაცემის შემდეგი სტუმარი, ამას უკვე ეთერში გაიგებთ. ძალიან დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა.